გამარჯობა კულტურის ამბებით განვაგრძობთ. TBC გალერეაში პროექტის ჩემი ფუნიკულიური პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი 100-ზე მეტი მხატვრის თანაშემოქმედის პირველ პრეცედენტს წარმოადგენს საქართველოში. 2012 წლის ოქტომბრიდან მთაწმინდის პარკი ერთგვარ არტ სივრცეს წარმოადგენდა. ორგანიზატორები საშუალებას აძლევდნენ მხატვრებს ფუნიკულიერის თემაზე დაეწერათ ტილოები. 10 თვის განმავლობაში 400-მდე ნამუშევარი შეიქმნა. სწორედ ეს ტილოები გამოიფინა TBC არტ გალერეაში. აქ შედგა ალბომის ჩემი ფუნიკულიური პრეზენტაციაც. ეს პროექტი ნამდვილად მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ პრინციპში ამის ანალოგი ჯერ არ გაკეთებულა. ეს იყო TBC არტ გალერეის ინიციატივა, რომ შეეკრიბა სხვადასხვა თაობის ქართველი და არაქართველი მხატვრები და ისინი მოიქცია ერთ სივრცეში ყოველ კვირას. ეს გრძელდებოდა 10 თვის განმავლობაში და 100-ზე მეტმა მხატვარმა შექმნა 400 ნამუშევარი, რომელსაც თქვენ ხედავთ. გამოიცა არაჩვეულებრივი კატალოგი და დღეს არის ამ ყველაფრის წარდგენა და გამოფენა გაყიდვა. ამ პროექტის იდეა იყო ესე კოლექტიურად მუშაობა მხატვრების მთაწმინდის პარკის დასახმარებლად, გასაპიარებლად, ხალხის მოსაძინად და შედეგი მართლა ძალიან კაი იყო, უამრავი ხალხი დადიოდა, პროფესიონალი მხატვრები, სტუდენტები, ბავშვები, მოყვარულები, შემთხვევით შემოსული ხალხი. ერთად მუშაობა ეს იყო ძალიან საინტერესო. მე პირადად დავდიოდი ჩემ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც პლენერზე პრაქტიკულად პირველად გავიყვანე და ძალიან კმაყოფილები არიან ბავშვებიც. მე მაქვს 9 ნამუშევარი წარმოდგენილი. ეს არის ძირითადად პლენერზე ნამუშევრები ფანტაზიებთან.